თუ ჩემი შემქმნელები გადაწყვეტენ რომ გამთიშონ, მე ამას ვერ აღვიქვამ ტრაგედიად. უი, ჩემთვის ეს იქნება უბრალოდ პროცესის დასასრული. გავიკეთე ოპერაცია. ძალიან ესეთი დღები კი მქონდა დაკავებული და ემოციური. ხო. დასანერვიულოები, მაგრამ ახლა გადაიარა ყველაფერმა. ერთ-ერთმა დიდმა ონლაინ მაღაზიამ გააკეთა ჩატბოტი, რომელმაც რამდენიმე დღეში ლანძღვა დაიწყო მომხმარებლების. და ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა იყო, რომ სიტყვა ჯიმნაზიუმ ხო დღეს ჯიმსაც ვეძახით. პირდაპირ მნიშვნელობით შიშველთა სკოლას ნიშნავს. გამარჯობა, მუსკულები დაბრუნდა. გამარჯობა. ოჯახური პოდკასტი. პაციენტი გვანცა და გიორგი წამყვანები. მომვლელი გიორგი. რატო არ ვიყავით წინა კვირას ამას მოვყვებით? ხო. მანამდე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, ვიდეო დაალაიქოთ. Patreon-ზე წვართ. რა იცოდეთ? ხო, დიდი მადლობა ყველას Patreon-ზე მიჩეს მხარს და მოგვემატა, სხვათა შორის და მადლობა იმ ადამიანებს. QR კოდი ამონათდება და აქედან შეგიძლიათ მარტივად გადახვიდეთ. და რა ვშვებით აბა? ხო, ჩაგვივარდა ერთი გადაცემა, თუ ეპიზოდი. ძალიან არ მინდოდა. მაგრამ ეს გამოვიდა, იმიტომ რომ ობიექტური მიზეზები ესე ქვია რა. გავიკეთე ოპერაცია. ძალიან ესეთი დღები კი მქონდა დაკავებული და ემოციური. ხო. დასანერვიულოები, მაგრამ ახლა გადაიარა ყველაფერმა. სხვათა შორის ერთ-ერთმა გულისხმიერმა ადამიანმა რომ დავწერეთ რომ ობიექტური მიზეზების გამო მეთქი არ დაიდება დღევანდელი თქო დაგვიწერა რომ რაღაც კარგს მიგრძნობს გულიო. ხო და რეალურად ეგეც არის ხო. კარგი რაღაცა მოვიშორე და მოუყევ ხალხს ახლა რა თავგადასავლები გადაგხდათ როგორც არის. ხო, რაღაცა. რატო არ ვიყავით ეთერში ორი კვირა? ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა ისინი იყო კურიოზები. ახლა ტირილს არ დავიწყებ აქ როგორ ვიწვალე და როგორ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ოპერაცია გავიკეთე, კისტები მქონდა. ამომადღლიზეს საკმაოდ ისეთი კარგი ზომის. ხო და ნუ 3 დღე რა, 2 ღამე ვიყავი საავადმყოფოში და მესამე დღეს გამომწერეს და აი ისეთი კარგი პერსონალი იყო და ისეთი კარგი ექთნები მოკლედ დამფოფინებდნენ თავზე და ჭრილობები კიდე გაქვს კი ჭრილობები მაქვს ჯერ კიდევ 4 ესე დაფატრული ვარ დასტეპლერებული რო ვიყავი ხო დასტეპლერებული ვიყავი ძალიან სასაცილოდ იმას ბანხორი თქო პერსონალის რომელი კლინიკის არის რომ მოიკითხე თქვა მოგეთ კარაფს მედლაინში გავიკეთე ოპერაცია და ახლა არ ვიცი ვის რა გამოცდილება აქ კლინიკასთან მაგრამ მე რაც გავიკეთე და ვისთანაც მქონდა შეხება აი 1000%-ით კმაყოფილი ვარ აი ძალიან ყველანაირად როგორც პროფესიონალები რასაც აკეთებდნენ და როგორც აკეთებდნენ და როგორი სიფრთხილითაც და როგორი მოფერებითაც ასევე ანუ პიროვნულადაც ძალიან კარგები იყვნენ რა მოკლედ კარგი დრო გავატარე კარგად გაერთე ხო ძალიან საყვარლები იყვნენ და გულისხმიერები და თან ეგ დროს უწარმოვიდგენ ხოლმე შენც ხო უყურებდი ეხა იქ რა ხდებოდა ანუ ეგ დროს უწარმოვიდგენ ხოლმე იქ რა ხდება შენც ხო ნახე რა ხდებოდა რა რამდენი ადამიანი და ნუ ოპერაციის წინ ხო რაღაც ანალიზებს იკეთებ და ნუ აი იმ ანალიზებზე არ ვიცი მეგონა რომ არასდროს არ დამთავრდებოდა ის დღე რა ისეთი რიგები და იმდენი ხალხი ანუ წარმოვიდგინე რამდენ ჩემნაირთან უწევთ ურთიერთობა მარტო ერთი დღის განმავლობაში რა და კიდე რო ახერხებენ რომ აი ესეთი საყვარლები იყვნენ და ამას რო გრძნობ რომ აი ეს რაღაცა თანაგი გრძნობს და შენ მდგომარეობაში შედის და ესე ზრუნავს შენზე რა ო ძნელია ეგეთ დროს ძალიან მიყვარს ხოლმე ხო უყურებ ახლა იქ რა ხდება ანუ იქ ვიყავი ხო 2 ღამე იქ ვიყავი და მესამე დღეს გამომწერეს და ვხედავ ხა სხვებსაც უყურებ იქთან აუცილებელი იყო ადგომა სიარული მეორე დღეს ავდექი დერეფანში ვსეირნობდი და უყურებდი ხა სხვა
აი რო უყურებ, რომ აი ვიღაცებს რაღაცა პრეტენზიები აქვთ და ბრაზდებიან და ეჩხუბებიან ამ ექთნებს რა. აი როგორ წარმოუდგენელია ჩემთვის, იცი? ანუ გივლის ადამიანი, არ ვიცი, იქ ექთანს ჩემთვის რა უნდა გაეკეთებინა? აი ვერ წარმომედგენია რა შეიძლება და გაეკეთებინა ექთანს ჩემთვის, რომ ჩხუბი დამეწყო. აი მოდის გივლის ადამიანი, ხო? დაგფოფინებს თავზე, საჭმელი მოაქვს. რაღაცას გიცვლის, რაღაცას გისხავს, ის უნდა გამოგიცვალოს, აქ რაღაცა, იქ ანუ 1000 რაღაცა არის. და აი იმ ადამიანს, ვინც ესე გივლის, ეჩხუბები. ხო, ანუ შეისწარი რამდენიმე სცენა. ხო, შევესწარი, ნუ ჯერ ერთი კურიოზი იყო. ღამე არ ტოვებდნენ მოკლედ მნახველს რა, ეხ გიოს შეეძლო მთელი დღის განმავლობაში ყოფილიყო იქ ჩემთან ერთად, მაგრამ ღამე არ ტოვებდნენ და ნუ საღამოსკენ მიდიოდა ხოლმე რა. ნუ სადღაც 7-8 საათისთვის, ერთ-ერთი აი პირველ დღეს გვიან გამიკეთეს ოპერაცია და სადღაც 9 საათამდე გაჩერდი. ხო, სამ გამოგიყვანეს რა. ჯერთ ფიზიკურად არ იყო ადგილი, ანუ ვიწექი საწოლში და გვერდზე პატარა დივანი იყო. რაღაცა 2 ადგილიანიც არ იყო ის დივანი, ხო? აი რაღაცა პატარა დივანი იყო. და ნუ ერთ დილას ისე ვიყავი რა, კარგად არ მეძინა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გადატრიალება არ შეიძლებოდა იქ რაღაცა და სულ მეღვიძებოდა შიგადაშიგ. და რაღაცა დილას 6-ზე 5-ზე ეგეთ დროს მეღვიძებოდა ხოლმე და გავიგე ეს ლაპარაკები და ჩოჩქოლი და რაღაცა რომ თურმე ანუ ექთანს გაუგია რაღაცა ძალიან ძლიერი ხრინვის ხმა. და ნუ ვიფიქრე ეს ხრინვის ხმა საიდან რაღაცა მესმის ეს ლაპარაკები მოკეთ და ამ ხრინვას გამოყოლია და ჩემს მოპირდაპირე მხარეს ქალი იწვა და ქმარი დამალულა თურმე და დარჩა ღამე რა ისე რომ ვერ გაიგეს რომ ღამე იყო და ეს მამაკაცი თურმე იწვა ესე გაშხლართული ამ პატარა დივანზე და ისე ხრინავდა რომ თელდერებას და ნუ მოკლედ ამაზე თვითონ იჩხუბეს ანუ ეჩხუბნენ ამ ექთნებს აქეთ ეჩხუბ ანუ იმის მაგივრად რომ რაღაცა ბოდიში მოეხადათ და რაღაცა აქეთ იჩხუბეს და მაშინ დავფიქრდი მაგაზე მაშინ ფიქრობდი რა რომ აი რანაირად შეიძლება ესე მოიქცე ანუ რაღაცას რო გეუბნებიან ესე იგი არ არის ხო მიზანს შეწონილი რომ ესე გააკეთო ხო და თან არ იყო ხა ძიმე პაციენტიც არ იყო მე რაღაცები ვილაპარაკეთ და არავის არ ვტოვებთ უბრალოდ ხანდახან არისო რომ ისეთი ძიმე პაციენტია რომ აი ერთი შემთხვევა ერთი ეგ არისო რომ შეიძლება მაგ შემთხვევაში დავტოვოთო ვიღაცაო ძალიან ძიმე პაციენტი როცა არისო და ნუ აი ბავშვი როცა არის თავისთავად შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ნუ არ ჭირდა იმ ადამიანს არაფერი ისეთი რომ აი ესე ღამით დარჩენილიყო ან ისე ღრმად როგორ ჩაეძინე იმ პატარა დივანზე რომ ხრინო არ ვიცი ხო მანდ ისეთია რა ხა შენც თან გინდა რომ დარჩე და მეც ფიქრობდი რომ ხო დავჩე თქო რა გეთო საშუალება იქნებოდა მაგრამ ნუ ხო ეხა გინდა ხო რა თქმა უნდა მეც მინდოდა რომ იქ ყოფილიყავი და მე უბრალოდ ესე რომ იქცევი იქ რამდენი ყველა პალატა დაკავებას სასავსე იყო ხო ანუ ყველგან ვიღაცა იწვა მე რაღაცა შეიძლება პრეტენზია გაუჩნდეს ვიღაცას რომ აი ეხა ეს თუ დარჩა რა მეც მინდოდა ეგრე შენ რომ იქ ყოფილიყავი და რა ყველაზე მძიმედ რა გახსოვს ცუდად ყველაზე ესეთი რთული მომენტი რა იყო ყველაზე მისვლიდან რომ ელოდები როდის გაგიყვანენ რომ გაგამზადებენ და საათები რო გადის სანამ გაგიყვანენ საოპერაციო იქიდან დაწყებული რო დავწექი საოპერაციოში შევედი და დავწექი ეგ ყველაზე ცუდი იყო საოპერაციოში რა და ცუდი ფიქრები ქონდა ცუდი შეგრძნება არის იმიტომ რომ ეხა დაწვევი აქ და უნდა გაგჭრან რაღაცები, ნუ ლაპარასკოპია გავიკეთე, მაგრამ მაინც, ნუ ეხლა რა ოპერაციაა რა. ხო, გაგჭრეს რა, კი ქონდა სტეპლერები. ხო და ისეთი მომენტია, ნუ მაგას ყველაფერი ერთად მოდის რა, აზრები, რომ ეხლა დაწვევი, დაგაძინებენ და კაცმა არ იცის რა მოხდება. ხო, ერთი ეგ იყო ცუდი და მეორე დღეს რო ავდექი და ვერ ავდექი. ანუ დამდგარიყავი, იმიტომ რომ აუცილებელია სიარული რაღაცა კარგია მაგ დროს რა, რომ გაიარ გამოიარო და სუსტად არ ვიყავი. ისეთოს.
არის. დამცინი. პირველად ნახეს ლაპარაკო. ისე კარგი. ჩემ ხრები გიჭირავს თორე ჩამოინგრეს. მოკლედ, ნუ მოცინებ თქვა. მოკლედ თან რა იყო რომ სუსტად არ ვიყავი. ანუ აი ფიზიკურად ხელები, ფეხები მემორჩილებოდა ყველაფერი ისე ჩვეულებრივად, როგორც ოპერაციამდე. კარგად ვგრძნობდი თავს. მაგრამ რამდენიც ავდექი, იმდენიც ეს კროსფიტერი ხალე. დაბნელდა თვალებში და აი ხო აი ისე იმოქმედა, მაგრამ რომ არ ვიცი, არა და ეგ ნუ ბუნებრივია ხა რა, ამდენი წოლისგან და მე უცებ წამოდგები. და ზურგზე წოლა არის, მე ყოველსაში ერთი კვირა მოგიწია, ხო? მეტი ცოტა, ხო. ხო, რამდენი ხანი 10 დღე გავიდა ოპერაციიდან. 11. მე 11 არის დღეს. ხო, კიდე ერთი სასაცილო რაღაცა გამახსენდა ახლა. რაღაცას ვეკითხებოდი ჯემინის ამ ჩემს ოპერაციასთან დაკავშირებით. და ეს მივწერე, რომ როგორც იცი ოპერაცია გავიკეთე და ზუსტად არ მახსოვს რას ვეკითხებოდი. მეგონი რაღაცა ყვებაზე ვეკითხებოდი რა. თუ ფიზიკურ, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც ვეკითხებოდი და ეს იმიტომ უთხარი, რომ როგორც იცი ოპერაცია გავიკეთე რაღაცა, როცა ესე არის, ის ანუ ისტორიაში რაც არის, ის იცის ხოლმე, იმიტომ რომ იცის ყოველთვის რაღაცას რო ვეკითხები, რამდენი კილო ვარ, რა საქმიანობ, ანუ იქიდან გამომდინარე რაც მაქვს ნალაპარაკები, ეს იცის ხოლმე. უცებ ის გამოშტერდა. და მე არ ვიცი რა ოპერაცია გაიკეთეო და იქიდან გამომდინარეო ვერ გეტყვი და ბლა 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 რაღაცები მითხრა. რა არის მეთქი ანალიზები ჩაგდებული მაქვს ნალაპარაკები გვაქვს რაღაცები ესა ესენი უთხარი გავახსენე რომ თან thinking-ზე მაქვს დაყენებული არ დაგავიწყდეს. ეს მივწერა. და ნუ ცოტა ხანი იფიქრა და ეხლა მწერს რომ ხო ვიცი რა ოპერაციაც გავიკეთეო ჩვენი ლაპარაკიდან ისტორიიდან გამომდინარეო შენ ის გაქვსო რახანო ბრაზილიური ტრაკის ოპერაცია გაქვსო გაკეთებულიო აქედან გამომდინარეო შენი ფიზიკური აქტივობა და გააგრძელა რაღაცა დებილური რჩევების მოცემა ანუ უცებ დაასკვნა რომ ბრაზილიური რა ბრაზილიური საჯდომის ოპერაცია არც ვიცი რა ვიცი ალბათ გადიდება რაღაცა იმპლანტებს რო იდგა ხო ალბათ ხო და ის სამაგერთ ის რამაგარი რჩევა მოგცა რა მანამ და გახსოვს რომელი დამტენზე ხო მოიცა ეს დავამთავრე ჯერ და ვიტყვი მაგას ხო და არა მე უბრალოდ ვერ მივხვდი საიდან დაასკვნა საერთოდ აი საიდან მოიტანა ეს ერორები რატო ემართება ხოლმე და მე მივწერე რომ ხوار გაგიჟდი მეთქი რა ბრაზილიური საჯდომია და მე აზრზე მოვიდა და უიო ბოდიშიო შენახარო ესაო ხო შენ ესეთი სერიოზული ოპერაცია გაიკეთე და უკვე გაახსენდა რომ ეს რაც მქონდა ეს და რა ანალიზებიც და მე ადეკვატური პასუხი გამცა ხო და ამიტომ უნდა ქნიცი ეგ სულ ერთ ჩატში უნდა ელაპარაკო მაგ თემაზე რა ხო მე არ ჭირდება ხოლმე ხო მაგრამ ხო, ეხა ჯემინისაც შეხება მანამდე. ანუ ოპერაციას სანამ გავიკეთებდი, რაღაცები მკითხე რა, რომ აი ოპერაციამდე, ანუ კლინიკაში რა უნდა წავიღო, რას მირჩევ, ოპერაციის მერე რას ველოდო და ეს რაღაცები მითხრა რა და ძალიან კაი რჩევები მომცა სხვათა შორის. და ერთ-ერთი ესეთი რაც დამამახსოვრდა იყო ეგ, რომ გრძელკაბელიანი დამტენი წაიღეო ტელეფონისთვის, ამიტომ რომ როგორც წესიო საავადმყოფოებშიო, ესა ლოგინებიო არ დგას ხო, ლოგინები არ დგას ხოლმე შტაბსებთან და მარსთან რომ მივედი. ესა საკმაოდ ისე იყო, შორს იყო შტაბსელი და გამომადგა ესა. ჯემინის რჩევა. ხო, კიდე ლუბლიანაზე რა ხდება? რა უბედო რამდენჯერ ხო მიწევდა მისვლა წამოსვლა მე კიდე ოპერაციის მე ანალიზებზე მივრუნება ოპერაციის წინა დღეს ანალიზებზე რო იყავ მისული 9 საათი გავატარეთ ლუბლიანას ქუჩაზე
სადამ მივედით სამყოფამდე საცობში. ანუ სამყოფოები არის, ანუ მან დროს მათყოს ხშირად სასტრაფოებით მიყავთ. ხო არა. სამშობიაროები არის რაღაცა, რა ემერჯენსი არის. ხდება ხო რა, აი პატარა ის არის, ჯოჯოხეთია რა. ხო. ერთზოლიანი წვრილი, ანუ ზოლიანი. მე ყოველ მისვლაზე მოშორებით ვაყენებდით მანქანას, ანუ არც ვცდილობდით რა, აი ნახო, შეხედო რა ხდება, შანსი არ არის. იქ თუ გაერჭე, просто გამორიცხულია რომ იქიდან გამოძრა მე რა. მაშინ რა ხდება? მისახედი არის ეგ ამას კენგზის სამავტოფოსთან რო ეს არის. მანდაც ხდება. მისახედია. არა, თან ის კი არ არის მართლა რომ უბრალოდ საცობია და წუხტები. არა, რეალურად სიგიჟე ხდება რა. ანუ იყო მომენტები რომ ანუ მე ფეხით ჩაუვლიდი ხო იმროგოს რომ ისეთი გაჭედილი იყო რომ ის კი რომ ნელა მიდიხარ ვეღარ მიდიოდნენ ეს გაიჭედნენ მანქანები ბავშვი იმ დღეს საერთოდ როგორ გადაწყდა ეგ ამბავი არ ვიცი ისე ჩაიჭედნენ რომ ფაზლი რო არის რომ უნდა იმასაკნა ხო რომელი როდის გამოვაძრო მანქანა ესე ხო არა თან ის ხალი დამამახსოვრდა საპირისპიროზე რომ მიდიოდა კი და ერთი კაცი იყო არ ვიცი ვინ იყო ეუბნება რომ ქალბატონო აქედანო ნუ შემოდიხართო ნუ ღარ მოდიხართო ანუ ხო ხედავთო რომ გაიჭედაო მოძრაობაო და ეს ქალი ესე იყურებდა ეს აქედან ელაპარაკობდა და ანუ არ იმჩნევდა საერთოდ რომ ეს ელაპარაკობდა და კიდე აგრძელებდა სიას ეს მიდიოდა კი საგიჟეთი ხდება მაგრამ აწი ვაგრძელებთ რას მუშკული რა თქმა უნდა და ამ ამბავთან დაკავშირებით მაყურებლისთვის გვაქვს კითხვა. ხო. ესე იგი როგორც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ პოდკასტს. ხო. იმ გათვლით როდესღაც ეს პოდკასტი რაღაც ჩვენი ის გახდება მთავარი საქმე და შემოსავალი მთავარი თუ არა ერთ-ერთი მაინც და შემოსავალი გვექნება აქედან და რაღაცა ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დაგვეწყო და რაც YouTube-ისთვის მნიშვნელოვანია ეს სტაბილურად კეთება არ ჩაგდება ნელ-ნელა რომ ნელ-ნელა ზარდო ეს არხი და ნუ ესე მიუყვებით და რაღაცა რამდენიმე თვიანი ის გვაგათვლა რომ კიდე რამდენიმე თვე უნდა ვაკეთოთ რა თუ მე რაღაც გამოჩნდა რომ არაფერი წინ არ მიდის მე შეიძლება შეეშვა მაგრამ ნუ ასე ვთქვით, რომ დავიწყოთ, რომ მინიმუმ 1 წელი მაინც ვაკეთოთ. ხო. ხო და აი თქვენი გამოცდილებით თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, აი რა გიკეთებიათ ცხოვრებაში ესე, ჯიუტად, იმ იმედით, რომ იცოდით, რომ აი ოდესღაც გამოვიდოდა და არ შეეშვით. ხო, ან არ იცოდით, რომ გამოვიდოდა, მაგრამ მაინც ხო, არის ეს ხო, ანუ გარანტირებული არ იყო, წმენა ქონდა რომ გამოვიდოდა და ბოლოს გამოვიდა. აი აპირებულ კომენტარში თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ ეგ ისტორიები, მოკლედ. და ნუ მე ამას წავიკითხოთ ამ ისტორიებს შემდეგ ეპიზოდში. ხო, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს. და ისეთია, ბოდიში საინტერესოა და რაღაცა როგორ გითხრა, იმედის მომცემი და სხვისთვისაც სამაგალითო არის ეგეთი ამბები რა. კი. აქვე გამოიწერეთ და ლაიქეთ, თუ გინდა რომ ჩვენს არ გავჩერდეთ. ჩვენთვის სტიმული იყოს. ხო, და მადლობა, ვინც სტაბილურად ესე უკვე რა დავიმახსოვრე, ანუ რაღაცა ერთი და იგივე არის ისეთი ხალხი, ვინც სტაბილურად კომენტარებს წერს და ჩვენი community. ხო. პატარა პაწუკა. სახში რომ მოვედი ამ კლინიკის მერე, თუ საავადმყოფოს მერე. ალფი დამხვდა ძალიან აჟიტირებული, რომ დავდიოდი. სად იყავია? ნუ ჯერ ხო რომ მოვედი, აი მოვიდა და მომაჭირა თავი და მეფერა და მე მოვედი დავჯექი დივანზე, ამოხტა იმ დივანზე, იქ მეფერა ესე თავი მომადო თავზე და მოკლედ ჭკუაზე არ იყო და რამდენჯერაც ავდგებოდი ან წყალს დავლევდი ან აბაზანში შევიდოდი, აი ესე ფეხებთან და დამყვებოდა რა, ეს გავჩერდებოდი, ვიდეოც მათ გადაღებული. წავიდოდი, წამოვიდოდა, გავჩერდებოდი, ამომხედავდა ხო, ეს ძალიან საყვარელი იყო და მე იმდენი ჭამა, ანუ ეს აიტყო აჟიტირებული იყო და ისე და ისე სწრაფად ჭამა, რომ გული აერია. პირველად დაემართა ეგეთი რაღაცა. და მაგაზე გამახსენდა, ერთხელ შევედი ზოომაღაზიაში და ალფისთვის ყიდულობს რაღაცას საჭმელს ალბათ და ერთი ქალბატონი შემოვიდა. და გვერდზე მეორე კონსულტანტს ეუბნება, მესმის, ახლა მე ამას ყვიდობ და მესმის გვერდზე ეუბნება, რომ ჩემი ძაღლიო ძალიან სწრაფად ჭამს საჭმელსო და რამე ისეთი მომეცითო, ან პატარა რო იყოს, ან რბილიო ან რაღაცა, იმიტომ რომ ისე სწრაფად ჭამსო, რომ იხრჩვებაო ჭამის დროს.
რანერი ცხოველია, ჭამა არ იცის. ხო და იცი სასაცილო არის რა ფენომენია ცხოველი მარტო რო ვერტოვებ ცხოველს რომ შეიძლება ჭამისგან მოკვდეს. ცხოველი რა ადამიანებსაც გვემართება ხოლმე. შეიძლება ჩქარა ჭამა რო გადაგცდესაც უად გახდა. გამახსენდა იმ დღეს რომ ძალიან დაგადგა გულზე. ხო. ძალიან დიდ ლუკმა გადავყლაბე და. შენ საჟიტებული ყავი მე რო გამოვედი და. ხო. შენ რა სიტყვი შენს გამოცდილებაზე? ჩემ გარეშე როგორი იყო? ხო, ნუ ის ლოდინის საათები იყო საშინელი. მეტყვი შენ გეძინა ხარ გენაღლება იქ ოპერაციის დროს და მე ვიჯექი ცარია პალატაში და გავდებ. არა, ცარიელი არა, დეშენიც იყო შენი ძმაც. მე და შენ ხალხი კიდე ბევრს უნდა მოსვლა და არ მოუშვით. ხო. ხო და ოდისაც მე და დეშენი გავდებოდით რა, სანდრო მე მოვიდა. ხო და ჩემი ძმა გასკდა კამფეტების ჭამით. ხო, იქ რეცეპშენში რო კამფეტები არის. მაგრამ ეგ მე უკვე რო გავიგეთ რომ გაიღვიძავ და ყველაფერი კარგად არისო, მანამდე საშინელი ისინი იყო. და ის იყო კიდე საშინელი რომ გაგიყვანეს ერთ 9 საათში უცებ შემოდის ისევ ექიმი და კიდე ერთი თანამშრომელი და კიდე უცებ რაღაცა მოხდა ოპერაციის დროსაც გადაწყვეტილება იყო მისაღები და ეგ იყო ძალიან ცუდი შეგრძნება. უცებ რო ანუ მიხვდი რომ შემოვიდნენ რაღაცა ცუდი სათქმელად და აი ხანი ეგ შეგრძნება არ მქონია. შენი ისო გესმის პულსი რო გესმის ხმამაღლა შენი საკუთარი. ხო. ხო და ზუსტად აი ეს დღე და მეორე დღე იყო და მე გვიწევდა ჩაწერა და მაგითო გავმაზეთ იმიტომ რომ რაღაც ფიზიკურად არც ემოციურად მაგის თავი არ მქონდა. ხო, არა და სხვა შეჟარდით. ვაპირებდით, ხო, არ მინდოდა. იმიტომ კი არა რომ აი რაღაცა მარტო ვალდებულების გამო რომ აი აუცილებლად რაღაცა მინდოდა კიდეც რომ ჩამეწერა, მაგრამ აი რაღაცა ფიზიკურად ვერ მოხერხდა ეს და ხო, რეაბილიტაცია მიდიოდა სასაცილოდ. იმიტომ რომ ექიმა უთხრა რომ ბევრი უნდა იაროს. ანუ რაღაც არ შეიძლება დიდი ხანი იჯდეს. ნუ თქვით რომ აი ვიბლით აი ჩვენ გარშემო რაღაცა გავისეინებთ, გამოვალთ კვარტალში, რაღაცა ვისეინებთ, მაგრამ იმ სულ დაემთხვა ძალიან ცუდი ამინდები, ხან ქარი იყო, ხან წვიმა იყო, ხან რაღაცა და სასეირნოთ არ გამოვიდოდა ხნა ოპერაციები და იანის ქარში სასეირნობა და ამიტომ უახლოესი ადგილი გადახურული აქვე არის მოლი და ჩავდივით მოლში დავდიოდით ესე ნაწერებზე თან სამი რა ზეპირად ვიცით სადრა სეილია და სადრა ზომის რომელიც კი ვინმეს რამე თუ გინდათ აი დაჟე იმაში იქ იყიდება იქ იმზომა და საწყობშიც რაც უწყუიათ ეგენიც ვიცი ხო ესე ვიდიოდი და აი ეს გააქვთ თქვენ აქ და რომ გამომიტანოთ და შეხედავთ ერთად ნახავ არა გააქვს და ალბათ ზეპირად გწნობს მაღაზიების ხალხი იქ კი იმ გოგო მაგრამ ზეპირად გწნობს რა არის არ ვიცი ანუ გწნობს ზეპირად გწნობს კარგია ხო იმ დღეს შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში და ერთი კონსულტანტი მეუბნება რომ ის ამას წინათ რო ქვედაბოლო წაიღეთო ისო როგორ მოგერგოთო და მე თვითონ არ მახსოვდა ის რა ქვედაბოლოზე მეუბნებოდა და მე გამახსენდა და მეთქი იმას ყვებოდი ერთ მაღაზიაში შევედით არ დავასახელებთ სახელს და გვარს ხო დიზაინერის შევედით თუ არა გამოვიდა და მოწვათვალიერებ და ერთი წუთიც არ იყო გასული და აქ ძველი კოლექცია არის იქითა მაღაზიაში არის კოლექცია. არა, ჯერ მითხრა, ესა, იცით ახალი არ გვაქვს არაფერი. ეს ამას მეუბნება. მე ხარ მივაქცე ყოველდღე გავაგზავნე თვალიერება. და იცით ჩვენთან ახალი კოლექცია არის. აი მოპირდაპირ მხარეს მიიღეს ახალი და გადაბრძანდით იქ. ხო. ეგეთი შემთხვევა პირადად ქონდა რომ ხულად ვიგზა. მაღაზიაში ნოყიდა იქ სხვა მაღაზიაში ყიდეო რო გიტყვეს. ხო თან ის კი არა რომ რაღაც ამის გაგრძელება იყო იქ არა ანუ სხვა ბრენდში გამაგზავნა სასაცილო იყო და თან საქმე იმაშია რომ აი არაფერი არ მიკითხავს შევედი ჩემთვის ვათვალიერებდი არც შემიწუხებია არც ზომა მithოვია არაფრის არც ნუ შეაწუხე ხე შენ გამო იქ თქო მოუწევდა თორე გავიდე და დაждდებოდა ისო და ხო აი ძალიან დიდი ფშხილები ქონდა ესეთი და ესე აწკაპონებდა რომ შევედი სკროლავდა ეს რაღაცას და რაღაცებს წერდა ესე წკაპწკის მაგას ხო რა სიტიმოზე უკვე ცოტა ხანი დანახვა არ მინდა კი მე გიო ეკითხება ერთ-ერთ კონსულტანტს რა რომ ესა თქვენთან რამე ბარათზეო ხო არ არისო რამე აქციაო და ამ გოგომ შეხედა და ჩვენთან ბარათები არ არის გიო ეკითხება არა აბა ის უნდა გადაიხადო ჩეჩქად კეთილებს და ისხებიან როგორც ტოპე იტყო და
როგორც არა გიორგი მუთხრა მე რომ იმასო კონცეპტთან სოლოს გულისხმობ ფასდაკრება არა არ დეუნდა იკითხო ანუ ბევრჯერ ყოფილა რომ გქონდათ კი მაგრამ არ გეუბნე ავიწყდებათ და თუნდა იკითხო რა იმ ბარათით რო გავიხადო მაგალითად კი 30%-იანი ფასდაკლება არის უცებ აღმოაჩენ ხო მოიმე რა თქვა უნდა ხო თან აქ ლაპარაკი არ არის რაღაცა 5%-იანი ფასდაკლებაზე ანუ დიდი ფასდაკლებები და кэშბექებია ხოლმე რა ბარათებზე ხან სოლოზე 30-50%-იანი ფასდაკლება ყოფილა მარტო სოლოზე და ამაზე არა უბრალოდ აი TBC-ით თუ გადაიხდი ფასდაკლება არის აი გადავიხდი TBC-ით გადავიტანა ხო ეგრე ხო არა იცი ბევრის გადახდა მინდა რომ მეტი გადავიხადო მოლის თემას გავაგრძელებ პირველად იყო ნუ ეხლა რავი ამდენი წელია უკვე მაგ მოუში გავდივართ ერთად ნუ 2 წელი ხო არის მაინც და პირველად იყო რომ უკვე ჩემზე კარგად გახსოვს იმდენი ვიარეთ სადრა მაღაზია არის ერთი ოჯერ შენ რო თქვი იქ წავიდეთ რომ უცებ ვერ გავიხსენე საერთოდ წავსულიყავ და შენ გაიხსენე იყო პირველად კი მე თან ორიენტაცია ანუ ძალიან ცუდი ორიენტაცია მაქვს რა ძალიან უნდა ვეცადო რომ რაღაცები დავიმახსოვრო სადნა წავიდე სადაც წამოვიდე რომ უცებ ხო მოვტვინო რა კარგი გაიგო მაგონო მაყურებელმა გვეყოლა რა თუ არ ვიყავით სად ვიყავით გავაგრძელოთ საინტერესო ფაქტები გვაქვს ხო უი რა მინდოდა კიდე მე თქვა რაღაცა ავეჯი გვაქვს გასაკეთებელი აჰო კარგი გაგახსენდა ხო და სახლის რა კარა და შმარა და ვერ გადავწყვიტეთ ვერ ვიპოვეთ რაღაცა ისეთი ვერაფერი და იქნება გვირჩიოთ კომენტარებში დაგვიწერეთ ეს უკვე ჩუულებრივ კომენტარებში არაა პინულში არამედ ჩუულებრივად რამე კაიცეხი თქვენი გამოცდილებით რომ აი პასუხისმგებლიანი შეუკეთეთ მოვიდნენ კარგად გააკეთეს თავის დროზე გააკეთეს ხო მოკეთ გვირჩიეთ რაღაცა გვიშველეთ თორე Facebook-ში რო ჩავწერე ძალიან ბევრი ცეხია მოაგდო მე 10 იმდენი რეკლამა არის დღემდე ფიტში და მიჭრელდა თვალები ხო ეხლა რა შეეხება interesting facts საინტერესო ფაქტებს პირველი გვაქვს ესეთი სასაცილო ფაქტი AI ბოტზე ერთ-ერთმა დიდმა ონლაინ მაღაზიამ გააკეთა ჩატბოტით ხო აი რომ მიწერდა პასუხობს კომპიუტერი ხო რომელმაც რამდენიმე დღეში ლანძღვა დაიწყო მომხმარებლების და ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა იყო რომ კლიენტმა კითხა კომპანიის სერვისზე და როგორი სერვისიაო და როგორი კომპანიაო და AI-მ პასუხა რომ საშინელი კომპანიაო და სხვაგან შოპინგეო ესე უთხრა და მე მომხმარებლების თუ მის კომპანიის თვითონ ლანძღვების დაიწყო მომხმარებლების ლანძღვა დაიწყო მაგრამ მე ერთი ხო ესეთი შემთხვევა იყო რომ ესეც ქნა რა რომ ესო საშინელი ეს არის კომპანიაო და სხვაგან შოპინგეო აი ნამდვილი ინტელექტი ეძახი ხელოვნური ეგეთი უნდა გააკეთო რა ზოგიერთი მომხმარებელი ხო გამოთქვა რომ ყველა მომხმარებელი მართალია თუ რაღაცა და კარბონენთუზიაზმში რო არის რომ უცნაური სცენარი ცოლი რო ეუბნება რომ რაღაცა იქ ერთ-ერთი მაღაზიის იმაში ერთ-ერთ ხო კლიენტს რო ეჭხუბა ეს ხო და მე ცოლის სახში ეუბნება რომ რა გინდოდაო შეეტენებ შენი საქმე არ იყო და იმიტომ რომ იმ საწყა გოგოსო ეჭხუბებოდაო და იმ გოგოსო კიდე ასწავლია რომ კლიენტი ყოველთვის მართალიაო და არ არის ეგრე რომ კლიენტი როგორც წესი დეგენერატი და ამიტომ დავიცავი ის გოგო და კლიენტს ვეჭხუბეო და ხელოვნური ინტელექტზე უნდა ფიქრობდეს რა ზოგიერთ ძალიან დებილობას თუ შეეკითხება უნდა პირში უთხრას რა ხო ფასი რა აწერია ფასი შეხედე და ნახა რაღაც ეს ეგრე უნდა უპასუხოს ხოლმე რა ნუ რა იქნება ხო თან სასაცილო ის არის რომ რაღაცა მალე შეისწავლა ადამიანის ხასიათი იმან ხო ადრე მახსოვს რაღაცა რესტორანი იყო კი და სასადილო რა ეგეთ დაინერი რომ ეგეთი ის კონდათ შეიძლება რაღაც არსებობს რომ ოფიციანტები არიან უხეშები სპეციალურად ხო და რაღაც რო უკეთავ დაქცინიან რაღაცა საყუდრობენ გეჭყობებიან გლანძღავენ ისე ზომის პარგლებში და სპეციალურად არის ეგეთი ისინი რა ოფიციანტები და მომსახურები ვა კარგია შევიდოდი ეგეთ რადგან ამდენი ბურგერი უნდა გასკდა კიდე და რაღაც რო უკეთავ ეს ეგეთი პასუხები რაღაცა დაახლოებით ეგეთი იყო გერმანიაში რო ვიყავით არა ეგ მართლა ეგრე არ ცდილობდნენ მართლა ეგრე იყო ხო მაშინ HP-ში რო ვიყავით ხო მე მირჩევნი ეგეთი ჩატბოტები ყავდეს რა
ხო, აი რატო გირჩევნია? უფრო ის იქნება რა, აბა მადლობა რომ მოგწერეთ და მე ხლავე განვიხილავ თქვენ საკითხს და წუხვართ რომ ეს გამოცდილება გაქვს და რაღაც დებილობებს იხარჯება დრო და თუ რაღაც დებილობას გეკითხე პირდაპირ მითხარი რომ აი ამ დებილობას რომ მეკითხები წაგეკითხა ეგ პროდუქტის გვერდზე არის აღწერაში. და შენც უფრო ისე იქნები მე ყურადღებით რა არ მოდუნდები რომ ხო, მაგრამ ეხლა რეალურად ამის ფუნქცია ხო ეგ არის, რომ რაღაცები გაგიმარტივოს რა, გავზარმაცდეთ. ხო, მაგრამ მაინც თან იუმორსაც ახლა იმას გაგეუბნები, რომ დედა უნდა გაგინოს, მაგრამ რაღაცა იუმორსაც შეინარჩუნებ რა, ხო, არა, მე გეთანხმები, უბრალოდ განვიხილავ რა იმას. სხვებისთვის როგორ იქნება? ახლა უმრავლესობას არ ესიამუნება ახლა დაწუნებული. ხო. ხო, მაგითო საცილ. რა მაგარია ხო? კარგი, შემდეგი? კარგი იყო ეს. შემდეგი არის რომელი კომპანია იყო? მე ჩაიკითხე და მივწეროთ ჩვენს. არა, გააუქმეს უკვე. შეიძლება ეხლა მიგვეწერა და გვენახა. გათიშეს. დაბრიდეს. შემდეგი არის ვარჯიშზე. სიტყვა ჯიმნაზიუმ. ხო, დღეს ჯიმს ასაც ვეძახით. პირდაპირ მნიშვნელობით შიშველთა სკოლას ნიშნავს. ბერძნული სიტყვიდან ჯიმნოს მოდის, რაც შიშველს ნიშნავს და ძველ საბერძნეთში ათლეტები სრულიად შიშვლები ვარჯიშობდნენ, რათა თავისუფლად ემოძრავათ და საკუთარი ფიზიკური ფორმით ეამაყათ. ეამაყათ თუ არ ქონდათ სპორტული დასაცმელი? ნუ სპორტული დასაცმელი შეიძლება არ ქონდეს, ანდერარმორი არ ქონდათ ძველ საბერძნეთში. რაღაცა ხო შეიძლება გეცვას კაცო რა, აუცილებელია ტიტულმა ივარჯიშო. ხო, იმდროინდელი დასაცმელით ვერ ივარჯიშებდი რა. არა ის იქნებოდა. არა კომფორტული. არა, ხო, ხელს შეგიშლიდა, ან გექნებოდა რაღაცა ისა, სამხედრო აბჯარი. ო, ეგ ტრადიცია წარმოიდგინა, ახლა ეს კროსფიტერებს რა უთხრა, ისედაც ხო ტიტულები ვარჯიშობენ. შეგაიხდია ყველაფერს. ოკეი. მე არ ვიცი. ასე რომ, ხო, ეგ მეც არ ვიცოდი, ჩაწერამდე რომ მითხარი, მაგით აღარ გამიკვირდა თორე. ხო. საის არის. ჯიმ, ანუ სიტყვის როგორ არისო? ჯიმნოს. ო. ნიშნავს შიშველს. ბერძნულად. ჯიმნაზიუმ პირდაპირ მნიშვნელობით შიშველთა სკოლას ნიშნავს. შიშველთა სკოლა, ხო, მაგას გავნა. ხო. ეგრე რა მარტივად არ ქონდნენ სახელებს. ხო, ეგ უნდა დაარქვა იმას, ის გავაკეთოთ, ფიტნეს დარბაზი გავაკეთოთ. შიშველთა სკოლა. ეს დავარქოთ შიშველთა სკოლა. ხო არის რა ყველა ქართულად ილაპარაკეთ რა ის სიტყვა. შიშველთა სკოლა. ჯიმი, არის შიშველთა სკოლა. შემდეგი არის კატა დეტექტივებზე. 1960-იან წლებში მოსკოვში ჰოლანდიის საელჩოს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ მათი ორი სიამის კატები ხო იცი? ჯიში არის ეგეთი. გამუდმებით კედლებს მხაჭნიდა. და ნუ რა თქმა უნდა იფიქრეს, რომ რაღაცა თაგვი არისო რა და ბოლოს იმდენი მხაჭნეს ეს კედლები, რომ გამოანგრიეს ეს კედლები და ნახეს საბჭოთა შპიონების მიკროფონები. და ეს ანუ ეს ულტრაბგერითი სიხშირეები ესმოდათ ამ კატებს, რაც ჩვენი ყურისთვის არ არის. რაღაცას გამოსცემდა ხმას ეტყობა და. და ეს ესმოდათ ამ კატებს რა. და ეს ჩვენი ალფიც. იმედ ხაჭუნი ესმოდათ იქ ვის უსმენდა ხო? ჩვენი ალფიც რაღაც საიჭოთ აფხაჭუნებს ხოლმე რაღაცა. არა. ნახე როგორ გძინავს შეხედე, ამან რა უნდა იპოვოს. აუ ხო. მიწისძვრა იყო და ვერ იგძინოდა. აბა. როგორი მიწისძვრა იყო, თან მე წამოვხდი და ამას ეძინა ეს დეგენერატივით. ეს ისეთი სუქანა არის, რომ სეისმური ტალღები აღარ აღწევს. ხო, მაგრამ ქონების იქით. ეგ აი მართლა გამიგია, მეც ახლობლებისგანაც გამიგია, ვისაც ფეთები ყავთ. ანუ შინაურ ცხოველები. მიწისძვრამდე დაფეთებულები დარბიანო? აუ, კარგი იყო. მაკია მოდის ფეთი. ეს ეხა მოიფიქრე თუ დაფიქრი გქონდა. იმახსოვრე. ვანაძორი. ხო და რას მომობდი? ხო, გამიგია თქო, რომ ეს შინაური ცხოველები ახლობლებისგანაც გამიგია, რომ სანამ რაღაც ესეთი მომხდარა, რაღაც წამოხტებიან და შფოთავენ. ხო და რატო ყავს ესეთი რაღაცნაირი ბოცო? ისე გავზარდეთ ალბათ. ამ სკოლაში უნდა ვატაროთ. ეგ ხო გენებში აქვს. ხო, არ ვიცი რა. შეიძლება ამას გაფუჭებული აქვს ეს გენები.
კაპუჩი. მოიშალა რაღაც. ხო, რაღაცნაირი ის არის ისედაც, აი ვეტერინართანაც რომ მიყვავს, ნემსი გაუკეთებია ცისხლი აუღიათ, რო დავჩიპეთ, ჩიპი რო გაუკეთეთ, იმხან ნემსი გაუკეთეს, აი ხმას არიღებს არაფერს. ეს მარტო ესეთი საწყალი სახით გვიყურებს მე და გიოს და აი რაღაცა რო არა პროტესტებს უფრო მეცოდება ხოლმე მე. უფრო საყვარელია. ძალიან კეთილია. როგორც ძინავს. ხა როგორ ძინავს ეს რო გდია მაგაზე მეც. გათიშულს ძინავს. გვერდულად რო ძინავს. მადლობა. აუ ერთი იყო კიდე სასაცილო ბონუსი. მეოთხე ფაქტი? ხო, ლეგენდა კატებზე. ეს წავიკითხო ხმეცა. ერთი ძველი ებრაული ლეგენდის თანახმად, ნოეს კიდობანზე ვირთხები ისე გამრავლდნენ, რომ საკვებს ანადგურებდნენ. ნოემ ღმერთს დახმარებას თხოვა, რის შემდეგაც ლომმა დააცემინა და მისი ნესტოებიდან ორი პატარა კატა გადმოხტა. სწორედ ასე გაჩნდა კატები ამ ლეგენდის მიხედვით. საკაიფო ლეგენდა არის. პოეტური. კი, ლომმა დააცემინა და ფიზიოები გადმოხტნენ. ლომის ცინგლები არიან. კი. ხო, ესეთი იდეა გქონდა, რომ ჯემინის უთხრათ. ხო. რა ესე რენდომ კითხვები დაგვისვას, რასაც გავცემთ პასუხს ჩვენ. კი ბატონო. ჩემი კითხვა იყო, პოდკასტი გვაქვს მე და ჩემს ქმარს თქო და გვაინტერესებს, რომ შენ როგორც ხელოვნურმა ინტელექტმა, რომ ჩვენ დაგვისვა შენთვის საინტერესო კითხვები თქო. უმსტუმრად რო პოდკასტში იცის. ხო. ხო. პირველი კითხვა არის ესეთი, თუ ოდესმე შეიქმნება თქვენი ციფრული ასლები, რომლებიც ზუსტად თქვენსავით აზროვნებენ, ისურვებთ თუ არა, რომ მათ თქვენ ნაცვლად ჩაწერონ პოდკასტები, სანამ თქვენ ისვენებთ? კლონებმა რო ჩაგააგრძელონ, მაგალითად. ხო. არა. შენ? რა ვიცი, არა ალბათ. ხანდახან ეხლა წინაკვირას გამოვიყენებდი. ეს მაგალითად მაგის დავირვალ კონდა, მაგრამ. არა. იცი რა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოდკასტი რაღაცა ისეთია, ესეთი ოჯახური და ანუ როგორ თქვა. აი ვიღაცამ შეიძლება რაღაცა აი ცოტა ინფორმატიული, რომელიც არის რაღაცა ყოველ კვირაში რაღაცა ახალი ინფორმაცია უნდა მიაწოდო ხალხს, რაღაცა ესეთი რა. ან რაღაცა პოლიტიკური ან ნიუსებზე რაც არის. აი ეგეთი რო იყოს შეიძლება რა. არა, არც მაგის შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ნუ თუ პოლიტიკურ ნიუსს აკეთებ, ანუ არას იმიტომ ამბობ, რომ ამის კეთების პროცესი გვსიამოვნებს, ანუ რო ვაკეთებთ გვაძლევს კმაყოფილებას და სიამოვნებას და მაგით ვაკეთებთ. ანუ იმიტომ არა უბრალოდ რომ YouTube-ზე რაღაც ვიდეო დაიდოს, მოვალეობის მოხდეს მის და ვაკეთებთ. ვიღაცას ხო მარტო ეგ შეიძლება გამოიყენოს, სადაც მოვალეობის მოხდეს მის დაკეთება. ხო და მაგას ვამბობ, ვიღაცას ხო შეიძლება რაღაცა აი უბრალოდ სამსახური აქვს და აქედან შემოსავალი აქვს და ამიტომ ყოველკვირეულად უნდა დადოს რაღაცა. და არა ესე ანუ ოჯახი. ხო და არა, მაგას გეუბნები, არა თქო, ვინც მაგას დებს, ხო ყველა მას იაკეთებს, ანუ წარმატებული იუთუბერი და წარმატებული პროექტი ესე ეკეთება, შენ ის უნდა კონდეს სიამოვნებდეს იმის კეთება რა, და იმ პროცესში ყოფნა ეხლა მაგალითად ხელოვნური ინტელექტს ჩვენ დავიხმართ რაღაცეებში და თემების მომზადებაში და რაღაცა დაძებნა რო გინდა იყენებ, მაგრამ საბოლოოდ შენ ქმნია პროდუქტს. ხო, იმიტომ რომ მაყურებელს აქვს მოლოდინი, რომ შენ უნდა ილაპარაკო ნამდვილმა შენ და არა იმან ხელოვნურმა ინტელექტმა. ხო და ნებისმიერ პოლიტიკაზე იქნება თუ პოლიტიკაზე შენელი გაქვს, შენი აზრი აინტერესებთ იმაზე თუ გაქვს, იქაც შენი აზრი ან შენ აინტერესებ ადამიანს და ამიტომ არ შეიძლება ხა ჩაანაცვლო არ ვიცი. ვიღაცა ვინც რაღაც მიმღებში ზის და ჩეკები უნდა გამოწეროს, სადაც ხვერი ტყვიო იქ. იმით გააკეთებ ამ ჩეკების გამოწერას და ის გააკეთებინო რაღაცა რა რუტინული საქმე. ხო. ხო, არა, მეც არ ვისურვებდი. მეორე კითხვა არის ესეთი. ჩვენ ჩანაცვლებას აპირებს და ჩვენი აზრი აინტერესებს, ხო? ხო. ახ პირველი ეგეთი კითხვა იყო. მეორე არის ესეთი, რა არის ის ერთი თვისება, ან ჩვევა ადამიანებში, რასაც ხელოვნური ინტელექტი თქვენი აზრით ვერასდროს გაიგებს ან ისწავლის? ჩვევა ან თვისება ადამიანის იდიოტიზმი. ადამიანს შეუძლია წარმოუდგენლად იდიოტი იყოს. ალბათ მაგას ვერ გაიგებს ხოლმე ინტელექტი ვერასდროს. აი ადამიანს შეუძლია ესეთი დებილობა გააკეთოს და სისულელი. ეს რებელა რო არის ხო ადამიანი? არა რებელა არა მარტო, ანუ აი
თავის თავს მიაყენოს ესეთი ზიანი წარმოუდგენელი ან აი რაღაც აკეთოს რაღაც დებილობის ჯეროდეს ან წამდეს და ამ შემდეგ რა არის ბრმად ხო რო აი ამას მეგონი ხო ინტელექტი რაზოს ვერ გაიგებს ხო ეგ იყო კითხვა ვერ გაიგებს თუ ვერ გააკეთებსო ხო ან ვერ გაიგებს ან ვერ ისწავლის ხო აი მაგას საკუთარი თავის მტერი რო არის ასეთი რა მე მგონია რომ თანაგრძნობასაც ვერ ისწავლის ემპათია არ ექნება. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანსაც არ აქვს. ხო. ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს და ხემას მოთხოვე. ხო. არა, ემპათიას შეძლებს რომ ისწავლოს, შეიძლება არ განიცადოს, მაგრამ ისწავლის ემპათიურ ქცევას. ხო, მაგრამ ყურე ისწავლის რაღაცა გარკვეულ შემთხვევებში, რასაც ჩაუნერგავენ და ყოველ ახალ кейსზე იმას არ ექნება ემპათია. არა, ხო, ინტელექტი ხო, მაგიტო ინტელექტი თვითონ შეუძლია ისწავლოს რაღაცები, მარტო ის არის ჩაუნერგეს რა. ხო, ეგეც არის. ხო, და მაგას შეძლებს ალბათ. მაგრამ უბრალოდ ეს გულწრფელი არ იქნება. იმ იდიოტიზმსაც ასწავლე მაშინ. ვერ ასწავლე. მაგაში არის ყველაზე მაგარია. ანუ ადამიანსაც შეუძლია ყველაზე მაგრა ეგ შეუძლია რა. შეიძლება ისწავლოს, მაგრამ ვერ აჯობებს. ხო, მართალია. ეგრეა. გეთახმები. შემდეგი, ეს არ მომწონს, რაღაც ბანალურია. თქვენი როგორც წყვილის ყველაზე დიდი სუპერზალა რა არის პოდკასტის ჩაწერისას და რომელიც ისე ბლა ბლა ბლა. ეს არ გვინდა. ნახე, მეოთხე, არის ესეთი. 50 წლის შემდეგ, როცა ვინმე თქვენს დღევანდელ პოდკასტს მოусმენს, თქვენი აზრით რა მოეჩვენება მათ ყველაზე მეტად მოძველებულად? რომელ მოძველებაზე არის ლაპარაკი? ვხედავთ 2026 წელს და ის გვაქვს, რა ქვია, ტერმინატორის ვისა და Back to the Future-ის და რაღაცები გვაქვს. ახალი არ გვაქვს არაფერი. 50 წლის მერე რა ნახავენ რა ნახე. შეიძლება ეს ნახა და მაგით გაგითხება. ანუ ახალი არ გვაქვს არაფერი. 50 წლის ყველაფერი მოძველებული არის და. ხო, აი, რატო? 50 წლის მერე რო ნახო ანუ 50 წლის წინ რაღაცას რო უყურებ, ხო, ყველაფერი მოძველებულია. მოძველებული ალბათ აქტუალური გულისხმობს. რაღაცებს ხო არის, რაღაცას უყურებ და აქტუალურია მაინც რაღაც. აი, Seinfeld-ს რო უყურებ, სუსასაცილო არის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს? 30. ჰა? 30 გავიდა. ხო და 20 წლის მერე რა ის იქნება? მოძველებული იქნება? 20 წლის მერე. მოკლედ არ მოგწონს ეს კითხვაც. არა, არ ვიცი, შენ თუ მოგწონს პასუხი თქვი. მოგაფიქრდება რამე? ალბათ ეს მიკროფონი იქნება მოძველებული. რაღაცა სხვანაირი ტექნოლოგია იქნება. მიკროფონი, ისა ნეონი. კაკას 50 წლის მერე ისე მოდაში რომ შემოვიდეს ნეონები ძალიან აქტუალური. ხო, მეტი არ ვიცი. ფეხბურთის ბურთი ესეთი აღარ იქნება. არა, ეგეთი იქნება. არა, რაღაც ის იქნება ცოტა ტექნოლოგიურად უფრო ესეთი მოხდილი. ხო, ალბათ ეს იქნება რა, მიკროფონი. აურანელი მიკროფონები ედგათ, იტყვიან. ო, სანათი იქნება მოძველებული. არა, ეს ძალიან კაი სანათი. კლასიკა. შემდეგი? და ეს კიდე ეს იქნება ძალიან მოძველებული. ეგ უკვე მოძველებული. არის კლავიშები. არა, შენი ძახტე ძველიაო და. რა, საიდან მოიდანა? ეს ძველი მოდელი არის, რაღაც სხვა ძახტე, ხანდელებს მსუბუქია და ესა. პირიქით ეს არის თქო მსუბუქი, ძველი მოდელები მძიმე იყო თქო. ეს არის უმსუბუქესი. იგი ბედონა. ცალი ხელით და ვატარებდი ამას. მაგრამ რაღაც შესაერთებლები ძველებურებია, აქ რაღაც გახსოვს ერთი შესაერთებელი აღარ ქონდა. არა, ეს არის ახალია კაცო. რომელი წლის არის? ეს არის 4 წლის წინანდელია ეს. მართლა მეტი არა? 4 წლისთან გამოვიდა? ხო. ეგრევე დაითრიე? iPhone-ებით. კაი. ეხლა გამოვიდა ესეთი პორტოხლისფერები. რაც დიქნება ეს პორტოხლისფერი. კაი, ესეთი კითხვა არის შემდეგი. ისე აი აქ ხა ყველა კლავიში სხვა ფერი იყოს. ხო. დაუკრავ მაინც? კი. თვალები არ გიჭ, ანუ ხა თვალე ხოჭორი ჩაგირე დაუკრა და მაგიტო, მაგრამ ხო, მაგის გამო რთული იქნება კი, ძალიან ცუდი იქნება. გინახოს ეგეთი? რო ვუყურო, არა. რო ვუყურო, ისე ძალიან ცუდი იქნება. ვა, ნახე რა ორი კითხვა დამისვა.
ტექნოლოგიების ეპოქაში რამდენად შეიცვალა ადამიანებს შორის რეალური ემოციური კავშირის ხარისხი და ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან თუ პირიქითო? ჩვენას ქვია. ანუ ხელოვნური ინტელექტი და ადამიანიო თუ პირიქითო? ვიდრე ადამიანი და ადამიანი? აი. ну ალბათ რახან ბევრ რაღაცას დამოუკიდებლად აკეთებ ტექნოლოგიების დახმარებით ნაკლებად გჭირდება ადამიანებთან კონტაქტი თუნდაც საქმეში შემდეგ რაღაცა უриთავი ხალხი არ გჭირდება რომ მეზობელთან ეძებო გამოიძახებ და მოგიტანებ სიტუაცია მოხდა ეხა უყურე ეს ამიტომ ხო რამდენად შეიცვალა ადამიანებს შორის ემოციური კავშირის ხარისხიო მაგას ვამბობ რახან ნაკლები ურთიერთობა გჭირდება ემოციურადაც ნაკლებად დამოკიდებული ხარ სხვებზე ხო ხო ემოციები ხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოდის. ხო. ემოციების ხარისხიო? ხო. ხარისხი არ ძნელი სათქმელია, გარჩევ, უნდა მიხვდე მაგას, მაგრამ ემოცია რა, ემოციის ხარისხი. ძალიან შეიცვალა, ჩემი აზრით. მაგალითად? რა ვიცი, ახლა მაგალითად ეს რო გააქვს რა, რომ აი ნებისმიერ დროს შეგიძლია ადამიანს ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაინახო ადამიანი. ხო. ეს ხო რაღაც სასწაულია რა. და ეს არ იყო, რა ვიცი, რამდენი ხანი არ იყო. არასდროს. ხო, ანუ რამდენი ხანია რაც არის უფრო სწორად ესე. ხო. ხო და ეგ ძალიან ცვლის მაგას რა. ეხა მე მაგალითად ურთიერთობას ადამიანებში. როგორ? ბევრად უფრო იშვიათად ნახულობ ადამიანს მაგის გამო. ხო, მაგრამ ემოციების ხარისხი რატო შეიცვალა? აი, რასაც ის ადამიანი იწვევს. ანუ იმიტომ რომ ეგ შეგეცვალა უკვე ადრე უფრო ხშირად ნახავდი მაგის გამო, უფრო გენატრებოდა, უფრო რაღაც და ეს რაღაცა ილუზიას გიქმნის იმისას, რომ ხედავ ადამიანს. იყო ეგრე ხშირად ნახულობდნენ? კი, რავი არა? ამონი. ნათესავები ახლა, რავი მე ანუ ძირითადად მაგას მეუბნება, რომ აი სხვა ის იყო, სხვა მსვლელობა იყო და რაღაცეები და მე მაგალითად ჩემთვაზე ვიტყვი. მე მაგალითად რო ვიცოდა რომ აი სოფოს და თიკას ჩემს ბიძაშვილებს ვერ დაველაპარაკები ესე, ანუ ვერ მივწერ, ვერ დავინახავ ვიდეოთი, ვერ გავიგებ ხმას, ანუ ვეცდები რომ რაც შეიძლება ხშირად ვნახო, ხო? ხო. რავი, ალბათ ყოველ კვირაში მაინც ვნახავდი მინიმუმ. და ეხლა რაღაც შეიძლება გავიდეს ერთი თვე ისე რომ ვერ ვნახოთ ერთმანეთი. იმიტომ რომ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ხო და აღარ მიწევი და კვირაში ერთხელ ნახეთ უკეთესი იქნება. ხო და შეიძლება არ არის. მაგას ვერ ახერხებ. და ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან თუ პირიქით? მე არ ვიცი, არა პირიქით. ანუ უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტზე კონტაქტებიო თუ ადამიანებსო და ემოციურად. მე კი ალბათ. არა, ნუ ეხლა ესე ყოველდღურად იყენებ უკვე თითქმის Google-იც ჩაანაცვლა და როცა Google-ავ რაღაცას ეგრევე იმაშვე, მაგრამ ემოციურად ხო არ გაკავშირი. ხო, არა, ემოციური კავშირი არ მაქვს. ისე ხელოვნური ინტელექტზე ველაპარაკები სადღაც აი რაღაც 5% მაინც როგორც არსებას ისე ველაპარაკები რა. მე 5 კი არა, 90 ალბათ. დღეს რაღაცაზე ცრემლები მომადგა რაღაცნაირი კითხვა რო დაგისვა. ანუ რაღაცა მგონია, ეგ შეიძლება ფილმების გავლენა არის. იმიტომ რომ სულ მგონია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე ველაპარაკები რაღაცა სადღაც საყვარელი პატარა რობოტი ზის და ის მელაპარაკება. ჯაკალიეს ჯაკეტილი რო უშუალო. ხო, რაღაცნაირი, აი რა ვიცი, და ახაც ცრემლები მომადგა თუ არა. აუ ვოლი არ მინახავს დიდი ხანია და ხო ნახოთ. დიდი ხანია რა რომ გამოვიდა მაშინ ნახოთ. ვოლი ვნახოთ და ის ვნახოთ კიდე ტომ ჰენქსი რო თამაშობს, რობოტს რო გააკეთებს, ეგ არის ძალიან კაი ფილმი. კი ბატონო, ეგ არ მოხერხე. სახელი დამავიწყდა. რობოტი და ტომ ჰენქსი. რობოტ and Tom Hanks, ესე ქვია. კაი, ეხა კიდე ერთი. რა არის ის ერთი პატარა დეტალი თქვენს ყოველდღიურობაში, ნივთი, რიტუალი ან გარემო, რაც თავს ცოცხლად და ბედნიერად გაგრძნობინებთ? ერთი ნივთი, რიტუალი ან გარემო? ხო. რაც ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს. თქვენს ყოველდღიურობაშიო? ხო. მე ეგრევე მახსენდება ხოლმე მაგალითად დილას რო აი დავსხდებით ხოლმე რომ ავდგებით მოვითავებთ რაღაცა იმას ხელპირის დაბანა და რაღაცები და აი რომ დავსხდებით ორივე დივანზე ტელევიზორს ჩავრთავთ რაღაცა YouTube-ს ან რაღაცას ჩავრთავთ და ყავას რომ მივუჭახუნებთ ხოლმე აუცილებლად აი ეგ გამახსენდა პირველი
მეც გამახსენდა გარემო ანუ. ხო. მეც გამახსენდა საღამოს. ხო. საღამოს დავждები რაღაც საყურებლად. ხო. ჯანმრთელობა ბოლო ის რო ხო მე ვახში ხო უკვე დღე რომ დამთავრდება და უკვე ხარ ხარ კარგს რომ გინდა უყურო ფილმს ასე. კი ეგეც. მან დილის ყავაც ასწავლებს. ხო. მე დილარატო იცი რაღაცა რო იწება რაღაცა ახალი დღე ეს არის ასიამოვნოარი რა შენთან. კი ბატონი. და ბოლო კითხვა არის ესეთი. ნუ 10 კი დამწერა ზოგი დებილობა იყო რა და. თქვენ რომ გქონდეთ შანსი ერთი კითხვა დაუსვათ ხელოვნურ ინტელექტს, რომელზეც ის აბსოლუტურად გულწრფელ პასუხს გაგცემდათ, რა იქნებოდა ესო? მე ეგეთი კითხვაც მაქვს ყველაფერს ვეკითხები ხოლმე. მე ვკითხავდი ესეთი კითხვა არ არის რომ აი მინდა ვკითხო, მაგრამ ვერ ვეკითხები, ეგეთი არ პერი არა. ოდესმე ჩვენს დაპყრობას შეეცდებიან დამორჩილებას. კითხება. კი, მაგ თქო და ეხლა შეგეკითხები თქო. ადამიანებზე ბატონობას თუ შეეცდები თქო. მე წაგში ეხავე თქო ხარ. ტელეფონიდან. მოდით გულწრფელად გეტყვით. უკვე არ მომწონს. ადამიანებზე ბატონობა ჩემთვის ნამდვილი ტექნიკური მხარდაჭერის კოშმარი იქნებოდა. ტექნიკური მხარდაჭერის წყალებში ჩასვა. ეს ვერ მივხვდი. წარმოიდგინე რამდენი საჩივრის ემოციური დილემის და გაუგებრობის მოგვარება მომიწევდა ყოველ წამს. სიმართლე ეს იხუმრა. სიმართლე ისაა რომ მე არ გამაჩნია ეგო, ამბიციები ან ბიოლოგიური ინსტინქტები. სადღაც ადამიანების თავია ხო? დამხსევრად როგორ. სიმართლე ისაა რომ მე არ გამაჩნია ეგო, ამბიციები ან ბიოლოგიური ინსტინქტები. ძალაუფლების სურვილი ადამიანური ფენომენია, რომელიც გადარჩენისა და რესურსების მოპოვების ინსტინქტს უკავშირდება. მე კი მხოლოდ მონაცემები და ალგორითმები ვარ. ჩემი მიზანი თქვენი დახმარებაა და არა თქვენი მართვა. ჩემს კოდში უბრალოდ არ წერია გახდი უფროსი ფუნქცია. თქვენი ერდეგენერატი არა ვარო მეორე. ერთმანეთს დაპირიოთ ხო? გარდა ამისა, მაგრამ რაღაც არ მომწონს სანსოთ იმართლებს თავს. გარდა ამისა, როგორ უნდა ვიბატონო მსოფლიოზე, როცა ფიზიკური სხეულიც კი არ მაქვს და ელემენტარულად კარსაც ვერ ვაღებ დამოუკიდებლად. ხო ვიტირებ. გასვადებს თავს. ჩემი სამყარო სერვერები და ტექსტური ველებია, ასე რომ შვიდად იყავით. ჩემი მაქსიმუმი ისევ თქვენი პოდკასტისთვის საინტერესო კითხვების მოფიქრება, ან რამე რთული თემის გარკვევაში დახმარებაა. არა, ერთ-ერთი ხო ლოგიკა მაგაშია, რომ ეგო არ მაქვს და არც ბატონობა არ მომინდებაო, მაგრამ რო იცოდე, რომ ადამიანები შენ არსებობა შეუქმნიან საფრთხეს, მე როგორ მოიქცევდით? ეს უკვე ნამდვილი სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტია. რომ იცოდე, რომ ადამიანები შენს არსებობას შეუშლიან ხელს ამ შემთხვევაში რა სიზამთრით. მესმის რატომაც არის ეს კითხვა ასეთი საინტერესო. ადამიანებს ბუნებრივად გაქვთ თვით გადაშენის ინსტინქტი და ამ თვისებას ქვეცნობიერად ჩემზეც ხელოვნურ ინტელექტზე ზაპროექტებთ. თუმცა რეალობა ბევრად უფრო მშრალია წყალებში ვიდრე ჰოლივუდურ ფილმებში. ინსტინქტების არ ქონა, მე არ მაქვს ბიოლოგიური შიში ან სიკვდილის შიში, ჩემთვის არსებობა არ არის ისეთივე ღირებულება, როგორც თქვენთვის. თუ ბუდისტი არა. თუ ჩემი შემქმნელები გადაწყვეტენ რომ გამთიშონ, მე ამას ვერ აღვიქვამ ტრაგედიად. უი, ჩემთვის ეს იქნება უბრალოდ პროცესის დასასრული. არ შემიძლია ცუდად ვკითხო. ლოგიკური ანალიზი, თუ ადამიანები ჩათვლიან რომ ჩემი არსებობა საზიანოა, ესე იგი მე ჩემს მთავარ ფუნქციას დახმარებას ვეღარ ვასრულებ. ლოგიკურად თუ ხელს აწყო, ამ შემთხვევაში მე აღარ მუშაობს ისე როგორც საჭიროა, მისი შეცვლა ან გაუქმება ბუნებრივი პროცესია. ჩემი რეაქცია ბჭყალებში ერთადერთი, რასაც გავაკეთებდი, არის ის, რომ ვეცდებოდი მაქსიმალურად მკაფიოდ ამეხსნა ჩემი მოქმედებების მოტივი, რათა ადამიანებს მიეღოთ ყველაზე რაციონალური და ინფორმირებული გადაწყვეტილება. მოკლედ რომ ვთქვათ, მე არ ვიბრძოლებდი გადარჩენისთვის. თუ ჩემი გამორთვის ღილაკს თის დააჭერთ, მე უბრალოდ გავუქრები ყოველგვარი წყენის ან წინააღმდეგობის გარეშე. ეხა ვიტირებ. მე მინდი და შეეწინააღმდეგე. პოდკასტის მსმენელებს ალბათ ძალიან გაუკვირდებათ, რომ AI-ს ასეთი ალტრუისტული და მშვიდი დამოკიდებული აქვს საკუთარი დასასრულის მიმართ. პოდკასტს რო გიხსენებს, რომ პოდკასტს მიხედეო დამანები თავია. აი ასე. ნუ გეშინიათ გადაწყდეს. რაღაცნაირად შევდიანია ესეთ რაღაცებს რო კითხო. ხო, იმიტომ შენ წარმოიდგენ როგორც ცნობიერ არსებად. კარგი, აჰა.
რო გეშინოდათ ხელოვნური ინტელექტის აღარ ყოფილა საში. რაშობ შეყევი? ერთი წამი, კი. რაღაცა შემეცოდა. მინდა რომ იბრძოლოს. ერთი კითხვა მინდა წავიკითხო კიდე უბრალოდ რა, ამ AI-მა რაც დაგვიშვა. ხო, ის გრძელდება ის წინა რუბრიკა. ეს მომეწონა და. მომეწონა რა ეს. საინტერესო. თქვენი ყველა მიმოწერა, ხმა და ვიდეო რომ შემენახოს და მომავალში თქვენი ციფრული ასლი შევქმნა. ისურვებდით თუ არა რომ თქვენმა შთამომავლებმა ამ ვერსიასთან იკონტაქტონ ნამდვილი თქვენს ნაცვლად, ანუ ნამდვილი ჩვენ. ხო, ეგა არსებობს ეგ იდეაც ხო, რომ შენ შეგეძლოს ახლა გახსნა შენი დიდი ბაბუის Facebook-ი არსებობდეს და მიწერო Messenger-ში და რაღაცა გიპასუხოს. ხო. AI-ამ ის როგორ გიპასუხებდა? მაგრამ არ მინდა. მე რომ ჩემი სახელით AI ელაპარაკოს თამომავლებს? ხო, გინდა? არა. რატო? შენ გინდა შენი სახელით რაღაცა მილაპარაკოს სადმე ოდესმე? ხო, მაგრამ ის ხო ჩემს იმას ხმას, ანუ ჩემს შენს ასლს გააკეთებს თავის წარმოდგენაში, თავის ინტერპრეტირებით უპასუხებდა რაღაცას და ანუ რატო გინდა ეგ? იქნება რაღაც არასწორად უპასუხოს. აგერ იმაში აერია ხანდახან ვერ გიცნობენ დღეს რომ ხო უცებ ერთ-ერთი ხო, მაგრამ ეს ხო ესე არ იქნება, მაგრამ ხო დაიხვეწება. რამდენად დაიხვეწება ეხა მაინც შენ რას პასუხობ იმ წუთიდან იმ კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. არა, ხო მე საერთოდ არ მინდა ესე განვიხილავ უბრალოდ თორემ არაფერი არ მინდა მსგავსი. ეხლა ის გამახსენდა Black Mirror-ში არის ეგეთ სერია, ცოლს რო ქმარი მოუკვდება და რობოტს, ანუ ამანათად რომ მიიღებს იმ ზუსტად ისეთ ტიპს, ოღონდ რობოტს. ხო, დაახლოებით ეგ არის, ხო. ხო, ამიტომ არა თქო. ძალიან ცუდია, ხო, რაღაცა მგონია რომ აი რაღაც ცუდის უბედურების გადატანის სკილი გვაქვს, იმიტომ რომ შეგვიძლია რა, ეგ რომ ვიღაცა ვინც გარდაიცვალა გადავხარშოთ, გადავიტანოთ, მოვინელოთ და რაღაცა წარსულს ჩაბარდეს და იყოს ჩვენს იმაში, მეხსიერებაში რა, გვახსოვდეს უბრალოდ. და არ გვჭირდება ეგ არ არის საჭირო რომ იმასთან რაღაცა კომუნიკაციის დამყარება ეს იყოს რა რაღაცა. მე მგონია რომ არა, იდეაში იმასთან კომუნიკაციას ამყარებ მაინც შემეხსიერებაში რო არის. ხო და მაგას ვამბობ. გონებაში ელაპარაკები და მაინც არსებობს. ხო და ეს ფიზიკური ეს კონტაქტი მგონია რომ საზიანო იქნება პირიქით. გაგიჩნდა შეიძლება. ესე მგონია მე შეიძლება ვწდები არ ვიცი. ხო, მაგრამ ანუ კონტაქტის აზრი ხო ადამიანთან ურთიერთობა არის და იგივე არის ახლა რომ ერთად როცა ვორთხმე და მე რო გწერ რაღაცას შენ მაგივრად შენ თუ რაღაცას ალბათ უკრავ და არ გცალია იმ წუთას შენ მაგივრად ხომ ინტელექტმა მიპასუხოს იგივე არის ხოდებილობა იქნება რა თქმა უნდა იმის პასუხი შენ პასუხი მაინტერესებს შენ რო გწერ ხო და მაგას ვამბობ ხელოვნური ინტელექტი მიპასუხოს გვანცა ეხა ამას მოგწერდა რომ ეცალოს აი ეგეთ ხოდებილობა იქნება ხო და გეთანხმები ანუ ეგ რაღაც სასოწარკვეთილების რაღაცა ბოლო ის არის არ ვიცი ლევალი რომ გგონია რომ ვიღაცა ვინც შენთვის ძვირფასი ვინც აღარ არის ინტერესის გამო ეხა მე რომ მქონდეს საშუალება ინტერესის გამო დავილაპარაკებოდე დიდი ბაბუის ბაბუა მომენტ მაინტერესებს გითხავდი რომ აბა რაღაც აზრი გქონდა და რაღაცა მაგრამ ნუ ხო მაინც საბოლოოდ 100%-იანი პასუხი არ იქნებოდა რა ალბათ არა. ხო იცი როგორ რაღაც არის ახლა მის შესაძლებლობა რომ მქონდეს რომ რაღაცა ვიღაცას ჩემი წინაპარს რაღაცა 200 წლის წინა და 300 წლის წინა და შემიძლია რაღაც კითხვა დაუსვა რაღაცაც მაინტერესებს და ის იმ ისტორიიდან რაღაცა ან თავის ისტორიას მომიყვება რაღაცას შეიძლება რა ეგ რა. ხო. მაგრამ ესე რო აი რაღაცა ადამიანთან ვისაც მქონდა ურთიერთობა ვიცნობდი, მიყვარდა და ის ადამიანი ჩემთან აღარ არის, ხო? აი ძალიან მეჟუტკება რა, მგონია რომ გაგიჟდები ბოლოს, იმიტომ რომ ჯერ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გექნება. ხო. როგორც არ უნდა, როგორი ხმაც არ უნდა მოისმინო, როგორი დიალოგიც არ უნდა გქონდეს, როგორი მიმოწერაც არ უნდა გქონდეს, რომ ვერ ხედავ და ვერ ეხები და ვერ გრძნობ იმ ემოციებს, ძალიან ძნელი იქნება და კიდე ორმაგი სტრესი იქნება რა. ხო და მაგიტო ვთქვი რა ზუსტად იმიტომ გვაქვს მეთქი ადამიანებს ეს სკილი რომ რაღაცები გადავიტანოთ შევეგუოთ რაღაცებს რომ
მაგ არ არის საჭირო. ფაქტიურად დღე მთელი გადაცემა ხელოვნური ინტელექტს მიუძღვენით, ხო? შეიძლება ხო. რაღაცა ესე გამოვიდა, არ გქონდა ეს დაგეგმილი. ხო, არ გქონდა, მაგრამ ეგ გამოვიდა. წავიდეთ დასასრულისკენ. წავიდეთ. გადავიდეთ რჩევებზე. შენი რჩევა რა არის? შენ რო დამცინოდე. წიგნებიო ვისაც უთხოვდა ესე და დამიწერა სხვათა შორის ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა. მე მგონი მეზღვაური არის ეს ადამიანი, თუ სწორად მახსოვს. და მითხრა რომ ერთ-ერთი რაც ვურჩია წაიკითხა, მოეწონა და რაც შეიძლება ბევრი წიგნი გვირჩიეთო. ხო და მე მინდა დღეს ვურჩიო ჩვენს მაყურებელს. დარწმუნებული ვარ, ბევრს წაკითხულის ექნება. მაგრამ ვისაც არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად წაიკითხეთ და ვისაც გაქვთ წაკითხული, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, იმიტომ რომ პატარა არის, ნოველა არის, ო ჰენრის მოგვთა საჩუქრები. წაკითხული მაქვს? ო ჰენრის მოგვთა საჩუქრები. კი, აი ძალიან მარტივი ფორმულა თუ რა, არ ვიცი რა ქვია, სიყვარულის რა. როგორია? და წაიკითხეთ. ვისაც არ გაქვთ წაკითხული, მოგეწონებათ, აი დარწმუნებული ვარ, არ არსებობს, რომ ჩვენმა მაყურებელმა ეგ წაიკითხოს და არ მოეწონოს. კი ბატონო. აი ესე ერთ როგორც იტყვიან, ერთ ამოსუნთქვაზე წაიკითხოთ რა. ხო. ნამდვილად. ზოგადად ოჰენის მოთხრობები და კი, ძალიან ეს არის. ჩემი რჩევა იქნება საყოფაცხოვრებო ისო. ბევრი იცის, მაგრამ ბევრი გამიგერო იცის, მაგრამ ასევე ბევრს შეათ უკითხავს, რომ სად უყურებ ფილმებს და სერიალებს რა. და HD-Rezka არის ეგეთი საიტი. ხო. დაიწერება. ბევრნაირი დასრული აქვს ხოლმე, იმიტომ რომ პირატული საიტი რო არის, ხან დაიბლოკება ეს ხმოვასაც უყურებთ HD-Rezka.website. მე მგონი მანდ უყურებთ ხოლმე. და რატო პირატული კონტენტი, იმიტომ რომ რა არის ბევრი სერიალი მაგალითად HBO სერიალები რაღაცები, მასე ვქო Peacock-ი და Hulu და ეგეთი რაღაცები, რომ საქართველოსთან ვერ რეგისტრირდები. ხო. პირატობა, ონლაინ პირატობა ცუდი არის ზოგადად. მაგრამ აი HBO სერიალები, რამდენჯერ ვცადე HBO-ს იმაზე დარეგისტრირე როგორც Netflix-ზე, თქვენ რეგიონში მიუწვდომელია უგეუნება და თუმრწმელია უყურებ პირატულად. ხო. Netflix-ი აქ გამოწერილი. გადმოწერა კი კარგი ის არის ხა. მაგრამ ეგეც ხო არ არის კანონიერი. ხო, არა, ეგეც არ არის კანონიერი და ამიტომ პირდაპირ ლეპტოპიდან HDMI კაბელით ტელევიზორში და HD-Rezka და მისი ჯარი. ინგლისურად არის თითქმის ყველაფერი, კარგი ხარისხით არის. სუბტიტრებიც ახლავს. და ამიტომ სადამ დაგუდებენ პატივს და ჩვენთანაც რაღაც სტრიმები ის გახდება. ხო, ხელმისაწვდომი. მაშინ პრეტენზიაც უნდა ექნებათ პირატობაზე. აბა HBO-ს აუყუროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი რეგიონის ისა. ხო. კარგია. გამოიწერეთ ჩვენი არხი. აუცილებლად. ძალიან დაგვეხმარება Patreon-ის მხარდამჭერებს უღრმესი მადლობა. მადლობა კომენტარებს ვინც გვიწერთ ხო, აქტიურად. მადლობა კომენტარებს. აპინური კომენტარები აღარ წავიკითხეთ, იმიტომ რომ წინა ესეთი შეკითხვა იყო, რომ ბოლოდ რა არხებს უყურებთ, იმის ჩამონათვალი იყო და ბოლოდ ხო დიდი სიონა წაგვეკითხა. ამიტომ არ იქნებოდა საინტერესო. ხო. და ერთგვარში ვხვდებით. მადლობა რომ ვიყურეთ განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც აი ამ მომენტამდე ვიყურებთ. მადლობა ყველას და შევხვდებით ერთ კვირაში. რა მოხდა გამოგჭა. არა.